გუშინ კი ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მმართველ გუნდში ხვდნენ პირისპირ შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარესთან. დახურულ კარს მიღმა დისკუსია საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ასევე შეხვდნენ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აქცენტი დება საერთაშორისო დონეზე საქართველოს კურსთან დაკავშირებით, მიმდინარე მოვლენებთან და არჩევნებთან დაკავშირებით. დისკუსია გუშინ უკვე შედგა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. Odreze გამოიკვეთა, რომ იყო საკითხები, რომლებიც მათ არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია, ან არ ჰქონდათ დაზუსტებული ინფორმაცია, ან ჰქონდათ არასწორი ინფორმაცია ამ თვალსაზრისით, ასევე ერთი თქვენ, რომ შეხვედრა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, იქაც დეტალურად მიიღეს ინფორმაცია და გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 ოქტომბერს, როგორ განვითარდა ქვეყანაში მოვლენები, ასევე შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ერთგვარი შემაჯამებელი შეხვედრა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ექნებათ საშუალება ობიექტური ინფორმაცია მიიღონ და რაც ყველაზე მთავარია დაწერონ ობიექტური დასკვნა. მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები, მათ შორის შეხვდებიან ოპოზიციას, ალბათ სამოქალაქო სექტორსაც, მათი მხრიდანაც მიიღებენ ინფორმაციას, თუმცა რამდენად იქნება ეს ინფორმაცია სწორი, ეს ცალკე საკითხია. არ მაქვს არანაირი საფუძველი ჯერჯერობით რომ არ შევაფასო ეს შეხვედრა დადებითად. კითხვები ხა დეტალებში რო არ შევიდე, იყო ზოგადად შეეხებოდა დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, კონკრეტულად თემები შეეხებოდა არჩევნებს, კონკრეტულად თემები შეეხებოდა აქციების თემას, თემები შეეხებოდა ასე ვთქვათ ოპოზიციის ქმედებებს, საქმედებებსაც ხედავთ დღეს და რა ქმედებებსაც ხედავთ 2020 წელს.